დღემშვიდობისა, ქალბატონო ნიკა. კიტი, არ მესმის. სად არის შენი გამოსაცვლელი? არ წამომიღია. ანუ ეხლა სკოლაში ჭუჭყიანი ფეხსაცმლით უნდა იარო? სისუფთავის მოყვარული. ქუჩაში უკვე სისუფთავეა, ძირს შეხედეთ, ჭუჭყიანი საერთოდ არ არის. სანიტარულ სამსახურს ამას აუხსნი? გინდა სკოლა დახურონ? არა, ხვალ გამოსაცვლის გარეშე აღარ დაგინახო. როგორც თქვენ იტყვით. ოი, ვერ სუნთქავ. როგორც ჩანს, ყველაფერი კარგადაა. მაშინვე ნათელია, რომ საკლასო ოთახი დიდი ხანია კარგად არ დალაგებულა. მორიგებმა მთელი კლასი დაალაგეს. ეს გუშინ იყო და დღეში რამდენჯერმე უნდა დაალაგდეს. მიდი შენ მტერი გადაწმინდე, შენ კი საწმენდი აიღე და იადაგები მოწმინდე. გაკვეთილს ისე არ დავიწყებ, სანამ ოთახი არ გასუფთავდება. კუზა, ამას როგორ ახსნი? რა პრობლემაა, ქალბატონო ნიკა, დავალება გავაკეთე. რველს ყდა რატომ არ აქვს? ქალბატონო ნიკა, გადასაკრავს უკვე დიდი ხანია არავინ ყიდულობს. თუ ყდას არ გადააკრავ, რვეული დაჭუჭყიანდება. ცხიმი ღვედას ხوارჭა მასზე. წიგნის გადასაკრავის გარეშე ბიბლიოთეკა არ მიიღებს ამ წიგნს. აღარ დავინახო ეს სიბინძურე აწი. მაშ ასე დაფასთან გამოვიდეს კიტი. ჯანდაბა არ მიმეცადინია. ნუ გეშინია, გადი ცუთ შეფასებას მაინც არ მიიღებ. იმეცადინე? კი, წავიკითხე. მაშინ მითხარი, როგორ მზადდება ქაღალდი. ამისთვის ჯერ ხე უნდა მოიჭრას. სხვათა შორის ერთი ამბავი გამახსენდა, ერთხელ მე და ჩემი მეგობრები ხეებს ჭრიდით. მე ზღაპრე. შემდეგ კი კარტოფილი შევწვით და დასაძინებლად წავედით. კიტი, აქ რას აკეთებ? თქვენს კითხვას უპასუხე. მართალია, დაჭეკი 12 გულას გიწევ. მადლობა. უფრო სწრაფად ჭამე, სანამ მასწავლებელი მოსულა. ჯანდაბა ვერ მოვასწარე. ბავშვებო, აქ ხართ? ოღონდეს არა. მოდი ფოტო გადავიღოთ ჩემი ინსტაგრამისთვის. ჩის. ბლოგერი. მაგარია, გელოდებით 5 წუთის შემდეგ TikTok-ი გადავიღოთ. ჰეშტეგი საყვარელი სტუდენტები. ჰეშტეგი საუზმე სკოლაში. მოდი კუზა. არ მინდა სულელური ტრენდების გადაღება. მოდი და შენს ორიანს გამოვასწორებ რველში, რომელიც გუშინ მიიღე. კარგი, მზადვე, რა უნდა გავაკეთო? და აი მეც აქ ვარ, ახლა დავიწყებ გაკვეთილს. სტუდენტებო, ხელი დაუქნიეთ. ის ისეთი მომაბეზრებელია, ყველაფერს იღებს, რასაც ხედავს. უკვე დავიღალე პოზიორობით. იქნებ ვუთხრათ, რომ გადაღება არ გვინდა. მაშ ასე დაჯექი და რვეულები მოამზადეთ. ეს ჩემი მოსწავლის ნამუშევარია. აქ არის შეცდომები, მაგრამ მთლიანობაში 10 ქულას დავუწერ. ქალბატონო ნიკა, იქნებ ყველაფერი არ გადაიღოთ. და რა ხდება, რატომ? გამაღიზიანებელია. მე ჩემი ბლოგი მაქვს. თან უკვე 50 გაუნწერით. იქნებ ნაკლები ფოტო გადაიღო. ახლავე ჩავატარებ გამოკითხვას ჩემი გამომწერებისთვის. ბავშვებო, სწრაფად შედით კლასში, გაკვეთილი მალე დაიწყება. პანიკიორი. კიდევ 5 წუთი გვაქვს და თუ დააგვიანებთ, ახალი თემა გვაქვს. სწრაფად კლასში შევიდეთ. სწრაფად, მოდით, ტელეფონების გარეშე, მიდით. მაშა ასე დრო აღარ დავკარგოთ, დავიწყოთ გაკვეთილი. ჯერ კიდევ შესვენებაა. ასე სკოლის პროგრამას ჩამოვრჩები. ფიქრობ, ჩვენ წინ ვართ. ყოველ გაკვეთილზე უამრავ რამეს ვსწავლობთ. მაშა ასე, ჩაიწერეთ. ჯარისკაცო, სად გაქვს როული? სახლში დამრჩა. თავი რატომ არ დაგრჩა? კურსელზე დავწერ, შემდეგ კი როულში გადავიდან. და თუ არ გადაწერ, რა მოხდება? ეს მნიშვნელოვანი თემაა. მის გარეშე როგორ იცხოვრე? პირდები, რომ გადავწერ, არ ინერვიულო. შევამოწმებ. სხვათა შორის თქვენი ქულები შევამოწმე, სასჩინელი შეფასებები გაქვთ. კიტი, შენ გყავს 11 და კუზას 10 ქულა.
ეს კარგი ქულებია. 12 უნდა იყოს. 10 რატომ არის ცუდი? ეს ნიშნავს, რომ საკმარისად არ შეეცადეთ. ასე ვერსად ვერ მოეწყობით. მასწავლებლო, გარეთ გასვლა შემიძლია? არა, ძალიან მჭირდება. რომ გახვიდე და წაიქცე და რაიმე მოიტეხო, ჩემი ბრალი იქნება. უბრალოდ ტელეფონზე დავალაპარაკები და დავბრუნდები. და თუ დირექტორი დაგინახავს, არანაირი რისკის აღება არ მინდა. გამიზიარებ? აჰა. კანფეტს რო შეჭამ, გაღალდი არ გადაყარო. აგავით რატომ ვიარო? ეს ნაგავი არ არის, ეს გაღალდი სასკოლო კონკურსისთვის შესანიშნავ ხელნაკეთობას შექმნის. შემოქმედებითი. იქნებ ნორმალური მასალისგან შეგვექმნა. ყველა კლასი მარტივ ხელნაკეთებს გააკეთებს, ჩვენ კი ორიგინალური უნდა ვიყოთ. ბოთლით გამოგადგებათ, არ გადააგდოთ. სხვათა შორის შენთან ლაპარაკი მინდა, კიტი. რატომ? შენი TikTok-ი ვნახე, ძალიან კარგად ცეკვავ. ხო, ვცდილობ. ასე რომ გაზაფხულზე მეჯლისი გვაქვს. გადავწყვიტე, რომ კლასის სახელით შეასრულო ცეკვა. რა? არ მინდა. კიტი, მე უკვე დაგარეგისტრირე. ჩემი გაბრაზება გინდა? არა, მაგრამ შემდეგ ჯერზე მკითხეთ მაინც. უთმელადველი შენ შესრულებას. დახმარება გინდათ? ეს რა საბავშვო ბაღია? ეს საგაზაფხულო დეკორია. ქალბატონო ნიკა, იქნებ სკოლა საერთოდ არ მოვთოთ. სკოლას ყოველწლიურად ვაფორმებ. კაპიტან რომეოს ძალიან მოსწონს. უბრალოდ კაპიტან რომეო თქვენი გაბრაზება არსოს. შეწყვეტეთ საუბარი, აიღეთ ქაღალდები, სკოჩი და შეუდექით მუშაობას. ჩანდაბა ძალიან ნერვიულობ, საბოლოო საკონტროლოა. მედია მოვახერხებ გადაწერას. კაკიშტი, თუ კაპიტანი დაგინახავს, შენი საქმე წასულია. მაშინ ასე დღეს გვაქვს საკონტროლო წესტი. იმედია ყველა მზად ხარ. კაპიტან რომეო, შეიძლება შეგაწუხოთ? დიახ, მაგრამ არა დიდი ხნით. ბავშვები მჭირდება რეპეტიციისთვის. რეპეტიცია, ჩვენ ახლა ტესტი გვაქვს. ტესტს მოგვიანებით დაწერენ, მაგრამ ხვალ სასკოლო კონცერტი გვაქვს. გამოსა დღეს შავნიშნე, ვერ გავუშვებ მათ. ბავშვებო, გავედით, ჩუმად გამომყევით დარბაზისკენ. ქალბატონო ნიკა, გითხარით რომ არ ვუშვებ მე. მისმინე, კონცერტი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ტესტი. და მე რა გავაკეთო ახლა? თქვენი საქმეებს მიხედეთ, ან რეპეტიციაზე წამოდით. კარგი, წადით. ასე ძლიერად მოაჭერ მარკერს, თორემ გაფუჭდება. მას არაფერი მოუვა. და რომ მოუვიდეს იცი რა ღირს? არ ვიცი. ძვირია. დაჯექი, თორემ მთელი მარკერი გახარჯე. ეკონომისტი. აბა, კლასის რემონტისთვის ფული მოიტანეთ? ეხლა ხან დასრულდა რემონტი. არა, მომავალი რემონტისთვის. რა მოხდება თუ რამე კატყდება? შვენიერია, იცოდით რომ მისის ნიკას დაბადების დღეა? კი, მის აუცილებლად უკვე გავუკეთეთ. მოდი ჩვეულებრივი საჩუქარი ვუყიდოთ. ისედაც მუდმივად ფულს ვაგროვებთ. ხო, ხან საკლასო ფონდში, ხან სკოლის ფონდში, ხან სარემონტო. ანუ მის ნიკას რამე ნაგავი უნდა აჩუქოთ? ფული მომეცით აქ. გაკვეთილის 5 წუთი უკვე გავიდა, მე კი ჩაის დალევა არ დამისრულებია. არა უშავ სტუდენტები დამელოდებიან. სად არის მასწავლებელი? არ ვიცი, მაგრამ 15 წუთი თუ არ მოვა, შეგვიძლია წავიდეთ. ხო, მაგრამ შემდეგ კიდევ ერთი გაკვეთილი გვაქვს. გამარჯობა ბავშვებო, ბოდიში დაგვიანებისთვის. გაკვეთილის 10 წუთი უკვე გავიდა, სად იყავი? სამასწავლებლო ოთახი, ძალიან დაკავებული ვიყავი. შეამოწმეთ ჩვენი ტესტები. შევამოწმე, მაგრამ ქულებს შემდეგ გაკვეთილზე გეტყვით. დღეს ახალ თემას გავივლით? რა თქმა უნდა, გადაშალეთ სახელმძღვანელოები და ჩაინიშნეთ. ზარმაცი. ქალბატონო ნიკა, შეიძლება კითხვა დავსვა? კი, რა ხდება? აქ 156 გვერდზე გაუგებარია. რაღაც მომშივდა. თქვენ აქ იჯექით, მე კი მოვალ მალე. საქმეები მაქვს, ჩუმად იჯექით. მისის ნიკა ისეთი დაკავებულია, ყოველთვის სადღაც მიდის. ხო, მას ბევრი საქმეები აქვს. ძალიან კარგია, რომ ჩემი სტუდენტები ესეთი დამოუკიდებლები არიან. მედია გაკვეთილი მალე დამთავრდება. ბავშვებო, რამდენი დრო დარჩა გაკვეთილის დამთავრებამდე? 15 წუთი. კიდე დღეს სახლში ადრე წახვიდეთ, მე კი ჟურნალს შევავსებ. რა თქმა უნდა. კარგი, სწრაფად ჩაალაგეთ თქვენი ნივთები და წადით, უბრალოდ ისე რომ დირექტორმა არ გაიგოს. რა ხვამდის? რა ხვამდის?
კიტი, მოამზადე რეპორტი. რა თქმა უნდა. ეს რა არის? ჩემი რეპორტი. ვინ გგონი ვარ? სად არის რეპორტი? ის ფლეშკაზეა. უნდა დააკავშიროთ თქვენს კომპიუტერში. მაგრამ მე კომპიუტერი არ მაქვს. სკოლის ლეპტოპი მაქვს, შემიძლია მოვიტანო. ის უნდა გახსნათ. და ახლა რა? ჯერ უნდა ჩართოთ. ყველაფერი გასაგებია. როგორც ჩანს, გაფუჭებულია. თითქმის ესაა. მასწავლებო, თქვენი დახმარება მჭირდება. რა მოხდა? უცნაურ მესიჯებს ვიღებ. რომეც შევხედავ. ეს უბრალოდ SMS შეტყობინებებია ოპერატორისგან. რომელი ოპერატორი? არავის ვიცნობ. ეს უბრალოდ ინფორმაცია თქვენი ტარიფის შესახებ. ნამდვილად? არავინ მithვალთვალებს? არა, ნუ ნერვიულობთ. სხვათა შორის შეგიძლიათ ინსტაგრამი გადმომიწეროთ? იქ კარგი ფოტოებია, როგორც მისის ნიკამ მითხრა. კი, ეხლავე დავაყენებ. კუზია, შენ კი გთხოვ? ადი, ჩემი ელექტროჩაიდანი ჩართე, ვერ ვისწავლე გამოყენება. კიტი, დაფასთან გამოდი. დაწერე თარიღი, საკლასო დავალება. ვისთვის წერ, არაფერი ჩანს. ჩვენ ყოველთვის ესე ვწერთ, არასწორად გასწავლეს. ისე უნდა დაწერო, რომ კლასის ბოლოდანაც გამოჩნდეს. კარგი გასაგებია. კუზია, დაფასთან. რას ნიშნავს ნუკლეონის რიცხვი? ელემენტის ატომური მასა. ეს რა ჯანდაბაა, შენ ყოველთვის ჩურჩულებ. ყოველთვის ესე ვლაპარაკობ. ისწავლე ნორმალურად საუბარი, თორემ ცხოვრება გაგიჭირდება. კიტი, გაიგე რა თქვა? დიახ. არაფერი გაგიგია, უბრალოდ მიხვდი. კუზა, თუ ლაპარაკი არ შეგიძლია, შენ რვეული მომეცი. საერთოდ არაფერია აქ გასაგები, ბატი ფეხურად წერ. მას ნორმალური ხელწერაა. ყველას გიყიდით დედანს და მივარჯიშებთ წერაში, როგორც პირველკლასელები. სამწუხარო რომ ბეკონით არისო, ჩემი საყვარელი არომატია. აბა რა გვაქვს დღეს ლანჩზე? აი ვარცხობილები, ძალიან გემრიელია. სასადილო ოთახი სულ გაფუჭდა. რატომ? მე რომ სკოლაში დავდიოდი, იქ იყო ფუნთუშები, ღვეზელი, ჩაი, პირველი და მეორე კერძით. ახლა კი არაფერია. ძველმოდური. დღეს სკოლაში ყველაფრის გამოძახებაა შესაძლებელი. მაინც ადრე უკეთესი იყო. ჩიკი ჩიკი ჩიკი. აქ რა ცეკვავ? TikTok-ს ვიღებ. ხესახლანდელი თაობა. თქვენ ესაკეთებდით შესვენებაზე? მე ბიჭებთან ერთად დაჭერობანას თამაშობდი. კი არ ცეკვავდით კომპიუტერების წინ. კუზია, შეგიძლია დამარეკინო, ჩემს ტელეფონზე წუთები დამიმთავრდა. აჰა. ეს რა ტელეფონია, ღილაკები სადაა? ეს სმარტფონია. ადრე ტელეფონებს ღილაკები ჰქონდა, ყველაფერი გასაგები იყო. მე ასეთ ტელეფონი არ მაქვს. წავალ დაცვას შევხედავ. კიტი, რეპორტი მოამზადე? დიახ, ერთი წუთით. ახალგაზრდებო, სულ გაზარმაცდით ამ პრინტერების გამო. 9 ქულას გიწერე. რატომ ყველაფერი სწორად მაქვს? ხელით რომ დაგეწერა 12 ქულას დაგიწერე. სკოლაში ყველა ხელით წერთ. ჩემ დროს ასე იყო. რა სამწუხაროა, ძალიან შევეცადე. კუზია, იქნა ბიბლიოთეკაში წახვიდე და წიგნისთვის. ახალი თემა უნდა განვიხილო. რატომ ბიბლიოთეკაში ტელეფონში ყველაფერს ვკითხულობ? თქვენ ახალგაზრდები მალე სულ გამოსულოდებით ამ ტელეფონების გამო. დღევანდელი ახალგაზრდები უფრო ჭკვიანები არიან. როგორ შეიძლება ჭკვიანი იყო ბიბლიოთეკის და წიგნების გარეშე? წიგნები ეს არის სიბრძნე. ჩვენ წიგნებს პლანშეტებით ვკითხულობთ. ეს სულ სხვა არის, მაგრამ ქაღალდის წიგნი უკეთესია. შენ რა სავაჭრო ცენტრში იყავი? გამოძიებელი. საიდან იცი? პიცის სუნი მეცა, რომელსაც მხოლოდ იქ ყიდიან. სულ სხვა ხართ. მე საერთოდ ვერ გძნობ. კუზია, ვისგან გადაწერე? მე არ გადამიწერია. ვიცი რომ ეს შენი სტილი არ არის, ამიტომ ამას ვერ დაწერდი. გადავწერე ხო, მაგრამ ყველა სიტყვა შევცვალე. თქვენ არაფერი გამოგეპარებათ. ეხლა ამოიღეთ ფურცლები, კარნახი უნდა დავწეროთ. ფურცელი მომეკითხო. მადლობა. დაწერეთ, შეამოწმეთ შეცდომა ხო არ გაქვთ და ჩამაბარეთ. კიტი, დამეხმარე შეცდომების გასწორებაში. მოიცადე, ჩემსაც ამოწმე.
შენ შეცდომებს არ უშვებ, ეს უკვე ვიცი. რომ დაგეხმარო მასწავლებელი მაინც მიხვდება ის ჩვენი Sherlock Holmes-ია. ვერ შეამჩნევს თანქარს მოგცემ და შეცდომებს მონიშნავ, შემდეგ კი მე კალმით გავასწორებ. კარგი, მომეცი შენი ფურცელი. კუზა, უამრავი შეცდომა გაქვს. ზედი სწრაფად შევისწორე, სანამ მასწავლებელი დაბრუნდა. აბა რაკენით გადაამოწმეთ? კიდევ 2 წუთი. ოჩახკიდი, თითქმის არანაირი შეცდომა არ გაქვს. 11 ყოლას დაგიწერ. არის. საშლელის კვალს ხედავ. რაც იმას ნიშნავს, რომ ფანქრით დაწერე. რატომ? ჩემთვის ჩანაწერები გავაკეთე. ანუ შენიშვნები. აქ თითის ანაბეჭდებია. აღიარე. სხვა შემთხვევაში შენს თითის ანაბეჭდს ავიღებ. ეს კუზამ მაიძულა ამის გაკეთება. რატომ თქვი? ის ნამდვილი დეტექტივია, მაინც ყველაფერს მიხვდებოდა. კუზა ორ ქულას კი წერ მოტყუებისთვის, კიტი შენ კი შემდეგზე აღარ დაეხმარო მას. დღეს ძალიან დავიღალე. ჯარისკაცო, რატომ წევხარ დასვენების დრო არ არის? ვისვენე. ადექი, ჩქარა. ჯერ ახალგაზრდა ხარ, მოძრაობა საჭიროა. 20 ბუქნი. სპორტსმენი. 1 2 3 20 ოჩახ ჯარისკაცო. ეი, ვინ მოგცა ჭამის უფლება არა ჭამის დროს? ეხლა შესვენება უფლება მაქვს. ეი, კაპიტანო, ეს საკვები ძალიან მავნეა, არ უნდა მიირთვა ის. რასაც მინდა, იმას შევჭამ. თუ გინდა რომ ვიყო სუქანი, დაავად გახდე, მაშინ ამოიღე სანაგვედან და მიირთვი. მინდა ვიყო ჯამრთელი. მაშინ მიდი 10 წრე დაარტყი სკოლის გარშემო. აბა ჯარისკაცებო, შეწყვიტეთ ჯდომა, ადექი და ივაჯიშეთ. ხელები წინ, გავახუროთ. ჯერ წერა არ დამიმთავრებია. შეწყვიტე საუბარი, სპორტი პირველ ადგილზეა. სწავლა მოიცდის. ბავშვებო, მოგეწონათ ვიდეო? მოიწონეთ და გამოიწერეთ არხი.